თუ შენ გაქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შენ ძალიან კარგად იცი თუ რას ნიშნავს ცხოვრება დაუსრულებელ ფიქრებში. როცა აზრები მოდის და აღარ ჩერდებიან. შემდეგ მოყვება შფოთვა, რომელიც ნელ-ნელა იზრდება, იწყებს შემოწმებას, გადამოწმებას, რიტუალების გაკეთებას. ეს რიტუალები თითქოს დროებით გიმსუბუქებს სიტუაციას, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ გონებით ხვდები. ეს აზრები რეალური საფრთხე არ არის, მაგრამ სხეული მაინც რეაგირებს და შფოთვა მაინც მართავს შენს ქცევას. მინდა იცოდე ერთი მნიშვნელოვანი რამ. ეს არ არის შენი სისუსტე. ეს არის აშლილობა, რომელსაც აქვს მკაფიო ფსიქოლოგიური მექანიზმი და მას აქვს გამოსავალი. ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას არ ვამარცხებთ ძალით და აზრებთან ბრძოლით. გამოსავალი იწყება მაშინ, როცა ვსწავლობთ შფოთვასთან სწორ ურთიერთობას, როცა ვწყვეთ რიტუალების გამყარებას და ეტაპობრივად ვაბრუნებთ კონტროლს საკუთარ ცხოვრებას. მე ვარ ჰიპნოთერაპევტი თემურე მციწვერიძე და მუშაობ ადამიანებთან, ვისაც აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი. და ეძებს არა უბრალოდ დამშვიდებას, არამედ რეალურ სტაბილურ ცვლილებას. თუ გინდა გათავისუფლდე აკვიატებული ფიქრებისგან და შფოთვისგან და მეტი თავისუფლება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ ჩაეწერე უფასო ინდივიდუალურ კონსულტაციაზე, სადაც გაიგებ თუ როგორ გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან და ასევე გაიგებ თერაპიის ღირებულებასაც. კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში ან დატოვეთ კომენტარი. ამ კვირაში დარჩენილია მხოლოდ 3 ადგილი.